მესმის ხშირად გვესმის ფაზა რომ იბადება ახალი საქართველო. ნაწილობრივ ვეთანხმები, მართლა იბადება ახალი საქართველო. დინარაძემ თქვა ეგეთი რაღაცა. რა პროტესტიო რა გზებსაც მიმართავსო, ხო? ჩვენ გზადაგზა მივიღებთ კანონებსო, რომ უყურეთ მან ჩემთვის მნიშვნელოვანი და ყურში რა მოხდა. რომ ქვეყანაო მართოთ ისე როგორც გვინდაო და პრინციპში იბადება ახალი საქართველო, მაგრამ იბადება ეხა დერეფნის მორჩა ეტაპი რაღაც იმ კაპიტალიზმის, რომელიც იყო ბიზნეს ბოლო ფაზა და ბენდუკიძე სააკაშვილის ის პირველი ფაზა რითაც დაიწყო, ახლა იბადება. პრინციპში ჩემთვის ხო, ანუ ესე რომ შევხედოთ, ხო? ახალი საქართველო, აი ამ დერეფნის კაპიტალიზმის საქართველო და აი რა კანონებიც სჭირდება, ხო, როგორც უნდა იფუნქციონიროს. ხო, აი ამან რა ქვია კაპიტალიზმმა, შესაბამისად მიიღებენ იმ კანონებს. რაღაცებს გაამკაცრებენ, რაღაცებს გამკაცრებულს კიდევ უფრო გაამკაცრებენ, რომ ამან შეძლოს რაღაც ტიპის სრულყოფილი ფუნქციონირება, ხო? რაღაცები უნდა შეიზღუდოს და შეზღუდვები, ხო, პირველი სიგნალი ჩვენ როცა საუბრობდით, როცა შემოვაგორეს, მოდი ასე ვთქვათ, აგენტების კანონი შარშანწინაც და შარშანაც, მოდი ვთქვათ, ღიად რომ ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებიც ვამბობდით, რომ ეს უბრალოდ მხოლოდ NGO-ების მიმართ, არასამთავრობის მიმართ კი არ არის მიმართული. მაშინ იყო ბოდიშიკაკო, მაშინ იყო რომ ეს არჩევნებისთვის ემზადება და მხოლოდ ამისთვის სჭირდება, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციები მონიშნოს აგენტად. ჩვენ ვამბობდით, რომ არა. უფრო ფართოა მოყვება რაღაცა, ხო? მოყვება რაღაცა და